ახალი რეგულაციებით მოუწევთ მუშაობა გიდებსა და სამთო გამყოლებს მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ტურისტებისთვის ქვეყნის ღირს შესანიშნაობებზე დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად ახალი სტანდარტები შემუშავდა, რაც შესაბამის ბაზაში რეგისტრაციას და ცალკეულ შემთხვევებში სასერტიფიკატო კურსის გავლას ითვალისწინებს. გაიწერა გიდების კატეგორიები, ცალკე კატეგორია იქნება სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლები, რომლებსაც ცოდნის და კომპეტენციის დასადასტურებლად სპეციალური კურსის გავლა მოუწევთ. რეგულაციებსა და სტანდარტების დაცვას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გააკონტროლებს. საკანონმდებლო ცვლილებებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში გიდად მუშაობა შეეზღუდათ, ახლა უკვე სახელმწიფო ქართველ გიდებსაც უწესებს სტანდარტებს. პირები, რომლებიც ამ პროფესიით საქმიანობას გადაწყვეტენ, სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან. უფრო ზუსტად განისაზღვრება ორი კატეგორია. ერთის მხრივ გიდი, ხოლო მეორეს მხრივ სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლები. თავდაპირველად სავალდებულო რეგისტრაციისა და სერტიფიცირების ვადად 1 ივნისი იყო განსაზღვრული. თუმცა როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მომდევნო 1 წლის განმავლობაში იმოქმედებს გარდამავალი პერიოდი. როგორც რეგისტრაციას, ასევე შემდგომში მონიტორინგს სწორედ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განახორციელებს, რისთვისაც უწყებაში შესაბამისი სამსახური უკვე შექმნილია. კულტურული გიდების შემთხვევაში კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად გაუქმდა ვალდებულება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის. ამის სანაცვლოდ რეგისტრაცია სავალდებულო გახდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში, რომელიც აქამდე იყო ნებაყოფლობითი. შესაბამისად გაუქმდა სანქცია ეკონომიკურში რეგისტრაციის გარეშე მუშაობაზე, თუმცა შევიდა სანქცია ჩვენს ბაზაში რეგისტრაციის გარეშე მუშაობაზე და გადავადდა 1 წლით 2027 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება ჯარიმა რეგისტრაციის გარეშე საქმიანობას. სხვა შემთხვევაში კულტურულ გიდებს სერტიფიცირება აქვთ ნებაყოფლობითი, როგორც აქამდე იყო კანონის ჩანაწერში, ეს არ შეცვლილა ახალი რედაქციის შესაბამისად. რაც შეეხება რისკის შემცველ ტურისტულ პროფესიებს, ამ წლის განმავლობაში სერტიფიცირება შეუძლია გაიაროს ყველა მსურვალმა, ვინც ეწევა სამთო, ალპური, სათხილამურო გამყოლის საქმიანობას. თუმცა აქაც სანქცია, რაც შეეხება ჯარიმას სერტიფიცირების გარეშე მუშაობის შესახებ, გადავადებულ იქნა 2027 წლის 1 ივნისამდე. რაც შეეხება თავად კერძო სექტორს, როგორც გიდები, ასევე სამთო გამყოლები თანხმდებიან, რომ აუცილებელია სექტორში მომუშავე ყველა პირის ცოდნა და კომპეტენცია გაკონტროლდეს შესაბამისი უწყებების მიერ. სფეროს პროფესიონალები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნას თავადაც წლები აყენებენ და კარგია, რომ საკითხით პასუხისმგებელი ორგანო დაინტერესდა. ისინი ასევე პასუხობენ იმ პირებს, რომლებიც საკითხს უარყოფითად აფასებენ და მათთვის გაუგებარია, რატომ არის კომპეტენციის სერტიფიკატით დადასტურება პრობლემა, თუ კი კანდიდატებს შესაბამისი ცოდნა გააჩნიათ. ერთ ფრენზე დაჯდებოდით, ერთ ფრენის მოწყობის გარეშე. ხო არ დაგვსვამთ არავინ. ესევე მაღალი რისკის პროფესია, ჩვენ მთაში რო დავდივართ, ადამიანის სიცოცხლეზე გვაქვს პირდაპირ პასუხისმგებლობა აღებული, იმიტომ რომ მაღალი რისკის გარემოა, მთა არის, ნაპრალებია, სხვა ისაა და ამას სჭირდება, ამისთვისა ეს საერთაშორისო ასოციაცია და თავისი სტანდარტები აქვს, 3 წლიანი სწავლება, განსაზღვრულია რა ისწავლება, როგორ ისწავლება, რა დონეზე ისწავლება და ამ რთული სწავლის პროცესის გავლის შემდეგ იღებენ მონაწილეები სტუდენტები საერთაშორისო, ჩვენ შემთხვევაში საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც საშუალებას აძლევს 28 ქვეყანაში მუშაობის უფლების აღების და სადღაც ძალიან, 30 წელია ამაზე მუშაობდა, 30 წლის შემდეგ ძლივს მივაღწიეთ და ანუ ამაზე საერთოდ კითხვები რო არსებობს, ეს უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, ეს ცოტა საოცარი ჩვენ ქვეყანაში. რასაკვირველი ეს აუცილებელი პროფესიონალიზმი ყველაფერში ხო გვიყვარს, რომ პროფესიონალთან მიდიხარ. ექიმი იქნება თუ სტილისტი იქნება, პროფესიონალს ეძებ. იგივე აქაც. და გიდი არის ინტელექტუალური რგოლი, ერთადერთი რგოლი ტურიზმის სფეროში, რომელიც უშუალოდ კონტაქტში არის ტურისტთან. წარმოიდგინეთ, რამხელა დატვირთვა აქვს გიდს. და ზუსტად აი აქ არის ჩვენი პროფესიონალიზმი, რომ კარგი უნდა თქვა შენ ქვეყანაზე, ის რომ კეთილგანწყობილი უნდა იყო, ის რომ იცოდეს სად რა უნდა თქვა და როდის უნდა თქვა, როგორ უნდა მოიქცე. ტურიზმის ამ მიმართულებაში დასაქმებულ პირებს საკუთარი საქმიანობის კანონის ჩარჩოებში მოსაქცევად 1 წელი ექნებათ.